რა არის მონელება? მოკლედ დავიწყებ იმით, რომ გარტყმაში არა ვარ, რას ნიშნავს. რაღაც პერიოდი მეგონა რომ ვიცოდი, მაგრამ როცა რაღაცნაირად საფუძვლიანად დავფიქრდი, საქმისთვის დამჭირდა და აღმოვაჩინე, რომ აი არანაირად ახლოსაც კი არა ვარ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ დამეწყო ფუნდამენტურად თავიდან, ნულიდან. დავიწყე სიტყვით და ახლა ხმამაღლა შევეცდები მივხვდე რა არის ეს მონელება, რას ნიშნავს რა. პირველ რიგში ვაკავშირებ აი დაჩქარება და შენელება, ხო, მონელება. რაღაცა რომ შენსკენ მოემართება და რომ მოანელო, ანუ ნელა მოიტანო შენამდე. და ესე იგი ამ სიტყვის შინაარს თუ გავყვები, არ ვიცი, ჩიხში შემიყვანს თუ არა, ვნახოთ. ესე იგი რაღაცები მოდიან შენსკენ, ჩქარა გეჯახებიან და ამით განიცდი შფოთს. და თუ მოანელებ, მაშინ ნელა მოვლენ შენამდე და ფაქტობრივად იმდენად ვეღარ შეგაშფოთებენ. როგორც აი E უდრის mc კვადრატს. ენერგია უდრის მასსა გამრავლებული სიჩქარის კვადრატზე. ანუ როცა რაღაცა ჩქარა გეჯახება, უფრო დიდი ენერგია აქვს და რაც უფრო ძლიერია ეს სისწრაფე, შესაბამისად უფრო მეტად გაშფოთებს. მით უმეტეს თუ მასიური სხეულია. ამ შემთხვევაში თუ გადავიტანთ ეს ადამიანის ფსიქოლოგიაზე, შთაბეჭდილებებზე ალაპარაკი. დაუშვათ რაღაც შთაბეჭდილება აღიძრა, დაინახე ავტოკატასტროფის, აი ახლა მე ჩემ მაგალითს ყვევი ფაქტობრივად, მოდი ესე მოვყვები ბარემ რახან ჩემ მაგალითს ყვევი. დავინახე ავარია და ტიპი ეგდო რა ასფალტზე და რაღაც გადმოსდიოდა პირიდან რა კაფი და კანკალებდა. ხო და მეთქი, აუ ეს რა, ანუ რეაქციაც კი ვერ გამოვხატე რა, წარბი არ შემიტოკავს, ანუ უბრალოდ უემოციო სახით ვიდექი ამ სანახაობასთან რამდენიმე წამით. იმდენად დიდი შოკი მივიღე, რომ ემოცია ვერ გამოვხატე რა. და მე ხალხი მოცივდა, ანუ შევესწარი რა მაგ სიტუაციას. ხალხი მოცივდა რაღაცა პირის გაღება დაუწყეს, ენა არ ჩაეყლაპოსო, რაღაცა ეგეთი თემები იყო და ესე გაბუნდოვნებული სახით, ან თითქოს ჩემს უკან ხდებოდა ეგ ყველაფერი რა, ანუ მე კი უყურებდი ამ ყველაფერს, მაგრამ თითქოს ჩემს მიღმა ხდებოდა რა. მე გავაცნობიერე, რომ ეს იყო ძლიერი სტრესი. რა იყო რა, რაღაცა ვერ სიტყვებით აუხსნელი სტრესი იყო. ეხლა თუ შევეცდები, რომ აღწერო რახან მონელების თემას ვიხებით, ეს იყო დაუძლეველი წინააღმდეგობა აბსოლუტური უმწეობის ასე ვთქვათ ფუნქცია რო აქვს ადამიანს, რომ დაუშვათ ხო აქვს გაოცების ფუნქცია, რაღაცა საკუთარი ძლიერების შეგრძნების ფუნქცია, რაღაც ძალმოსილების, საკუთარი ძალის შესაძლებლობების რეალიზების ფუნქცია და აი აქვს უმწეობის ფუნქციაც. როგორც შეუძლია რომ გააცნობიეროს თავისი ძალმოსილება, ასევე თავისი უმწეობაც და ბევრ ადამიანს უმწეობის შიში აქვს. და ანუ სტრესი გამოიწვია რამ, რომ მე არ მინდოდა ამ მდგომარეობაში აღმოჩენა და როცა დავინახე, რომ ადამიანი აღმოჩნდა, მეც განვიცადეს საფრთხე, რომ შემეშინდა რა ძალიან, რომ შეიძლებოდა რახან ეს აღმოჩნდა ასე, შეიძლებოდა მეც აღმოჩენილიყავი რა. და იმდენად დიდი კონფლიქტი შეიქმნა ჩემ თავში, რომ ვერც კი გადავხარშე ცნობიერად რასთან მქონდა საქმე. ესე ვთქვათ, მე ამან ეს იყო ერთ-ერთი შემთხვევა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩემს, თინეიჯერობის პროტესტს, კიდევ დაუმატა რაღაც თინეიჯერები ხო რაღაც უფრო პროტესტანტები არიან, ყველაფერზე რო პროტესტი აქვთ და რაღაც ამან ერთ-ერთი იყო ეს შემთხვევა, რომელმაც დაუმატა ეს პროტესტის განცდა და ასე ვთქვათ, დაპირისპირების სურვილი ამ ყველაფერთან, რომ ეს ცუდია, ეს არ უნდა მოხდეს და თუ ეს შეიძლება რომ ემართებოდეს ადამიანს, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ამ ყველაფერს, ამ ცხოვრებას. და ვერ მოვინელე რა ეს შთაბეჭდილება პირიქით რაღაცა ომში გადამეზარდა სამყაროსთან.
დღემდე რაღაცა და როცა უკვე დამიდგა პერიოდი, როცა დავინახე ეს შთაბეჭდილება, ყოველ ჯერზე სანამ დავინახავდი, მოდი ჯერ მაგას ვიტყვი. ყოველ ჯერზე მსგავსი შთაბეჭდილება, ყოველ ჯერზე ერთნაირად მოქმედებდა. ანუ რაღაცა როცა არ არის მონელებული, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, შემჩნეული როცა არ არის, ბოლომდე დანახული როცა არ არის, ყოველ ჯერზე რაღაც მსგავსი სიტუაცია, სადაც ეგეთი შთაბეჭდილებები იქმნება, ყოველ ჯერზე ახდენს სტრესს. მეც ეგრე ვიყავი. მერე დანახვა მოხდა, რა ვიცი, დიდი ხანი არ არის, რამდენიმე წელია, რაც ეს შთაბეჭდილებების და გადახედვა დავიწყე, მონიტორინგი, შემჩნევები და ასე შემდეგ. და პრინციპში მაგის გაგრძელება ახლა ეს ძეგლიც, რომელიც აი ამ მომნელებელ სისტემას დავუდგი, როგორც ბიოლოგიურს, ისე ფსიქიკურს, თუმცა ეს ყველაფერი ჩემი აზრით ერთმთლიანია. და დავინახე, ესე იგი როგორ მოვახერხე ახლა ამის დანახვა. ყოველ ჯერზე მეჯახებოდა დიდი სიჩქარით ეს რეაქცია რა და მაშფოთებდა ყოველთვის. დიდი სიჩქარით, ანუ ჩემი დაცვის სისტემა უბრალოდ არაფრით ვერანაირად ვერ მუშაობდა. როგორც პირველ შემთხვევაში ვერ იმუშავა და უბრალოდ ბინდი გადამეკრა სახეზე, იმდენად დიდი სტრესი მივიღე, რომ პრინციპში ესეც ერთგვარი დაცვის სისტემაა, რომ ზედმეტი სტრესისგან რო რაღაცა არც გული ამიჩქარდა, არაფერი არ დამემართა რა. უბრალოდ გავიბინდე და ესე ვიდექი დებილივით რამდენიმე წამით. და მე რო გავიარე, რამდენიმე წამში უბრალოდ აღარც მახსოვდა რა დავინახე რა. აი იმდენად სწრაფად დაცვის სისტემა იმუშავა, მაგრამ ეს არ იყო ცნობიერი ქმედება. რაღაცა ქვეცნობიერად მოხდა ეს ყველაფერი. და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რაღაც ისეთი ქვეცნობიერი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაცვის სისტემასაც აქტიურებს, საჭიროების შემთხვევაში ჩახსნის და პირადად ცნობიერად გვაპირისპირებს ამ რაც იქნება ეს რაღაცა ზედმეტი კი არა და მაღალი სტრესი იქნება თუ დიდი სიამოვნება. იცის როდის რა არის საჭირო და შესაბამისად ჩვენზე გაცილებით გონიერია. იმიტომ რომ ჩვენ ცნობიერი არსებები ჩვენი წლოვანებით განვისაზღვრებით რა, ჩვენი წლოვანებით განისაზღვრება ჩვენი გამოცდილება ამ ბიოლოგიურ ცხოვრებაში და ის გაცილებით დიდი ხანია არის რა, დიდი ხანი და ხმამაღალი კი არა და რბილად ნათქვამია, იმიტომ რომ ფაქტობრივად არც კი ვიცით დროში არის თუ კიდე სხვა სიბტყეზეც. ასე რომ მაგაზე ახლა ცნობიერ არსებას არ შეუძლია მსჯელობა, ამიტომ მე გავაგრძელებ მომნელებელ სისტემაზე, რომ ჩვენ როგორღაც მოვახერხოთ მერე საბოლოოდ იმის გაგება. იმ წეღანებს ვინც ვახსენე რა, ჩვენი შინაგანი მე, ესე რომ ვთქვათ, შეიძლება სხვა სიტყვით კიდევ ღმერთიც დავარქვათ, შეიძლება ან სხვა სახელი შეურჩიოთ, რომელიც უფრო მოგწონს, რა ვიცი. ან კოსმიური გონი, ან სხვა რამე. ხო და როგორ მოხდა ახლა შემჩნევა რა, ბოლოს და ბოლოს ხო, თქვა ახლა აღარ გადაუხვევ რა, შანსი არ არის. ესე იგი, შთაბეჭდილების დანახვა ვისწავლე იმით, რომ ცხოვრებაში საწვავი შევივსე. ანუ იმდენად ძლიერი საწვავი, რომ ჩემი ძრავები აამუშავა ამ შთაბეჭდილებებამ, ახალმა საწვავმა, ესე რომ თქვა, შთაბეჭდილებებმა ისეთმა, რომელმაც დააბალანსა ჩემი ის ნეგატიური გამოცდილება. და უკვე მე თამამად შევძელი თვალებში ჩამეხედა ამ აი ძალიან ძლიერი ნეგატიური რაღაცისთვის რა. და როცა ჩავხედე ბალანსი დავინახე ამაში, რომ უშუალოდ მე კი არ მემუქრებოდა და ეს ჩემი მტერი კი არ იყო, არამედ ეს იყო რაღაც გასაღები, ახალი აღქმის, ახალ სამყაროში შესასვლელი გასაღები, რომ უფრო ძლიერ, უფრო დიდი მდგომარეობები სადაც არის ეგეთ სამყაროში რა, სადაც არ არის ბავშვების ადგილი. ამიტომაც არის უფროსებისთვის რა, როგორც ფილმებია რა, +18 და ასე შემდეგ. ხო და ეს იყო და ეს, ახლა რა სახის პოზიტიური გამოცდილება ხას ჩემ თავზე რო არ ვილაპარაკო რა. ანუ როგორ შეიძლება რომ რაღაც სტრესების დროს ბევრი რჩევა ხოლმე პრინციპში შეიცვალე გარემო ან რაღაც გადაერთე სხვა რაღაცაზე
სპეციალისტები არსებობენ, რომლებიც სტრესების გამკლავებაში ეხმარებიან ადამიანებს. ეხლა მე მაგ მიმართულებით განათლება არ მაქვს მიღებული, უბრალოდ შემიძლია პირადი გამოცდილებიდან და რაღაც ერთეული შემთხვევებიდან, რომლებიც მსმენია, მოუყოლიათ ჩემთვის ან წამიკითხავს, აი მაგაზე დაფუძნებით, პრინციპში მეტი რაღა არის საჭირო. ხო და ესე იგი როცა ადამიანი მეუბნებოდა, რომ შანსი არ არისო რა, რა უნდა მოხდესო ისეთიო, რომ ეხლა ეს დამიბალანსდესო რა და ბალანსი მოვიპოვო. იმიტომ რომ ძალიან დიდი უბედურება შეემთხვა რა. აი ვიტყვი ეხლა, რომ მაინც ცხოვრება და რაღაცა ადამიანური არაფერი უცხო არ არის ჩვენთვის და ძალიანაც დაგამძიმებთ ეხლა ეს ისტორია. მოკლედ ბავშვობის მეგობრებმა, რომლებზეც თავს დებდა და რომ ყველაფერს აკეთებდა, რა ვიცი, აი ყველანაირად ეხმარებოდა, მართლა აი თან ყვებოდა, უღალატ ეს მე იმდენად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა თვითონ ამის გამო, რომ დედამისმა ნერვიულობისგან გაიკეთა რამდენიმე ოპერაცია. თვითონ ვერაფერს ვერ აკეთებდა რა, რომ დახმარებოდა. და ამ შორიდან მოუწია ამის ყურება, დედამისი როგორ იყო ავად, როგორ იკეთებდა ოპერაციას. ეს დიდი ტრაგედია არ იქნებოდა ახლა ემოციური კავშირი რო არ ქონოდა დედას და შვილს ერთმანეთთან. იმდენად როცა ძლიერი მიჯაჭვულობა არსებობს, ტკივილიც პროპორციულად დიდია, მაღალია. ეხლა თითქოს რაღაც არც ისე მძიმე ჭერს, ეხლა ეს ყველაფერი ალბათ ბევრად მძიმე ისტორიებიც არსებობს, მაგრამ ანუ დიდი ტკივილი განიცადა რა. მერე გახდა ასევე წამების მსხვერპლი. მოუწია წამების დროს ისეთი შთაბეჭდილებების და განცდა თავის თავზე, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიანაც რო გინდოდეს ვერ განიცდი რა. თავზე ცელოფანი ჩამოაფარეს და აი მიახლოებული იყო ძალიან დიდ შიშთან რა, აი როგორც აღწერდა, რომ აი თვალებს რო დახუჭავდა სივრცე ხო არის რაღაც შავი ან რაღაც მუქი ფერის რა. ეგეთი შავი სივრცე მე ნანახი არ მქონდაო რა მანამდე. იმდენად გაშავდაო ყველაფერიო, რომ ეგეთი სიშავე ანუ ძალიან შეეშინდა რა და არა მარტო გაშავდაო, სივრცე გაფართოვდაო რა. ანუ თვალებს რო ხუჭავ რაღაცა არეალი, რაღაც შეგრძნება გაქვს, რომ რაღაცა ზომა აქვს იმ არეალს, რომელსაც თვალები დახუჭული ხედავ. იმ რაღაც მოციმციმე წერტილებს, რასაც სიბნელეს ვეძახით რა. და აი ეს მთლიანად რო გაშავდეს რა, წარმოიდგინე და სივრცის შეგრძნება რო გაიზარდოს. ეს ინდივიდუალური გამოცდილება შეიძლება გაუგებარი იყოს ახლა ყველა ისა უმეტესობისთვის. მაგრამ მოკლედ ამ ადამიანმა დიდი სტრესი განიცადა და ყველაფერი ერთმანეთს დაემატა. ეს მეგობრების ხალატი, დედის მდგომარეობა, ეს წამების ამბავი და საბოლოოდ დაკარგა მოკლედ ყველანაირი პოზიტივები სამყაროსთან მიმართებაში. ამბობდა კიდეც, რომ გაბაროტებული ვარო რა. ესე იგი, როცა ვეუბნებოდი, რომ შანსი არ არის რა შენ ცხოვრებაში, რომ არ მოხდეს რაიმე ისეთი, რაც ამ ყველაფერს დააბალანსებს. თქვა, უეჭველად გეუბნები, რომ მოხდება, თქო და კარგიო რა, არანაირად არ შეეროდა. ესე იგი, მე ზუსტად ვიცი, რომ მოხდება და საიდან გამომდინარე, რომ მეც შემემთხვა რაღაც მსგავსი და ვიტყოდი, რომ არანაკლები, ოღონდ მოკლედ ყველა რაღაც განსხვავდება რა გამოცდილებები, ახლა რაღაც ერთმანეთის მსგავს შეიძლება არანაირად არ გვანან ახლა ესეც ხო, ნახე, ეს ქანდაკება ხო მონელების თემაზეა, მაგრამ ესეც ხო მონელების თემაზე შეიძლება და ყოფილიყო რა, ნახე. ესეც შეიძლება და ყოფილიყო რა. ასე რომ განსხვავდება ადამიანების იგივე სახელი შეიძლება ერქვას რაღაცას, მაგრამ ძალიან განსხვავდებოდეს რა ერთმანეთისგან. ასე რომ ახლა რაზე მოვიყვანე ეს, რომ მეც რაღაცა გავიარე ეგეთი რთული პერიოდი მსგავსი და მერე არ დაუჯერებელი იყო რა მანდიდან გამოღწევა, მაგრამ აი
რაღაც პოზიტიური გამოცდილებები მე მოხვა, რაღაც გარკვეულ ლიმიტს რომ მიაღწევ, შეივსება უკვე всё. მერე უკვე აი ნეგატივების ნეგატივი და რაღაც სხვამდე რომ მიაღწევს ადამიანი თურმე მერე უკვე იწყება პირიქით. და მერე ის ყველაფერი ბალანსდება. ასე რომ როგორი ცუდი მდგომარეობაც არ უნდა იყოს, არ არსებობს რა ისეთი შემთხვევა, რომ ეგ დარჩეს ისე, რომ ნაკალში დაგტოვოს რა. მონელების დაწყება შეიძლება უკვე იმ ცოდნით, რომ ნამდვილად არსებობს, ეს უკვე პრაქტიკული გამოცდილება თუ არ გაქვს, არ სიტყვაზე მოგიწევს რომ მენდო, ხო? და გარწმუნებ, რომ არ დაგაღალატებს ეს ნდობა რა, მოკლედ ეს ნდობა გაამართლებს აუცილებლად, იმიტომ რომ რაღაცეები არის, რაც გარდაუვალია, რომ უეჭველი მოხდება რა, ხო და როგორი რთული მდგომარეობაც არ უნდა იყოს, აუცილებლად მაგას მოხვება ამდენადვე თუ მეტი არა დადებითი მდგომარეობა. მეტი არა, რაღაც მომენტში შეიძლება მოყვეს იმისთვის, რომ დისბალანსი შეიქმნას ისევ და ისევ გასწორდებით. და საბოლოოდ ეს მდგომარეობები გვეძლევა ხოლმე იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცნაირად ბალანსში მოვიდეთ ჩვენს გამოცდილებასთან. რაღაცეები, რაც შეუძლებელი გვეკონა, შესაძლებელი გახდება, შესაძლებლობები ასევე შეუძლებლად გადაიქცევა და საბოლოოდ აქედან ვსწავლობთ იმაზე მეტად მნიშვნელოვან რაღაცას, ვიდრე ცალკეული გამოცდილებები რაღაცეების, ან რაღაცა რო შესაძლებელი იყო, რაღაცა რო შეუძლებელი იყო, ან იმაზე მნიშვნელოვან რაღაცას ვიგებთ მანდედან, ვიდრე უბრალოდ სიამოვნების მიღება, ან თუნდაც სტრესის. მოკლედ ამ ყველაფერზე აღმატებული რაღაცებიც არსებობს და ამისთვის გვეძლევა ხოლმე, თუმცა როცა ადამიანი სუზად არის და ძალიან მაღალ სტრესს განიცდის, ახლა რთულია, რომ ეგეთ რაღაცაზე ელაპარაკო, ხო, მაგრამ პირველ რიგში შეიძლება ახლა ინდივიდუალურ შემთხვევებთან ახლა ეს არ არის ინდივიდთან ლაპარაკი, ამიტომ შესაბამისად სხვა წყობის, სხვა ფორმის მიღება მიწევს რა, რომ რაღაცნაირად ისე ვილაპარაკო, რომ საჯარო საუბარია და ინდივიდთან საუბარი მაინც რა ყოფილიყო, ბევრ რამეზე მაგალითად ახლა გეტყვი, ერთი იყო აქ უცბად ძალიან ასტკივდა ზურგი რა. და აი მე ახლა თუ არ დამაგდო, აი უკვე ისე იყო მართლა, რა ძალიან იყო და ესე იგი რა გავაკეთე, რომ უბრალოდ უთხარი, რომ შემომხედა მეთქი, რომ შემომხედა, თვალებში ჩავხედე რა, ამით მასკი არ შევხედე, მის ქვეცნობიერს შევხედე, იმიტომ რომ მეც ჩემი ქვეცნობიერი ვარ, ანუ მე შევიცანი ჩემი ანუ ცნობიერიც ვარ, მაგრამ მანამდე თუ რაღაცა ქვეცნობიერი ვიყავი, ქვეცნობიერიც მქონდა, ეხლა რაღაც ერთმთლიანობაში ვართ მოქცეული, ესე შეიძლება ითქვას. ხო და როცა ჩემი ქვეცნობიერი ძალით, ესე რომ ვთქვა, ჩავხედე მის ქვეცნობიერს, ცოტა ცვლილების შეტანის საშუალება მომეცა მოკლედ ამ ადამიანის მდგომარეობაში ცნობიერად. და შევეკითხე მე, ეხლაც ისე გაქვს მეთქი, როგორც რამდენიმე წამის წინ თქო და არა, გამიარაო, ესე იცის ხოლმეო რა. ოკეი. ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ აი მე ხა დამაგდებსო და ანუ ესე იცის ხოლმეო, ნახე. ანუ ის მდგომარეობა კი არ შეიქმნა, რომ რაღაც ვაიმეო, როგორ ვაიმე სასწაული მოხდა, გამიარაო, კი არა. ცნობიერად ესეთი რეაგირება მოახდინა, რომ ესე იცის ხოლმეო რა. საოცარი, ეს შემთხვევა მიყვარს, მეგობარმა მომიყვარა, ჰიპნოზი გაუკეთეს ტიპს და ეხლა რომ გამოხვალო, აიღებო ქოლგას და ფანჯარასთან მიხვალო რა და გამოვიდა ჰიპნოზიდან, მივიდა ფანჯარასთან ქოლგით და გაშალა ქოლგა. უთხრეს რომ გამოხვალო მიხვალ ფანჯარასთან და ქოლგას გაშლიო და ის დადგებიო. როცა გამოვიდა და ესე დადგა, შეეკითხნენ რომ აბა რატო გიჭირავს ქოლგა ფანჯარასთანო და აბა
არა ალბათ კი არა დაიცა როგორ უთხრა რა არ შეიძლებაო რომ ხო გამეჭიროსო ფანჯარასთანო რაღაცა ცნობიერად სხვანაირად რეაგირებს ქვეცნობიერმა ეგ გადაწყვეტილება შეასრულა მაგრამ ცნობიერად ამაზე სხვანაირად ირეაგირა როგორც ახლა ტკივილი რო გაუვარა ტკივილმა რო გაუვარა რა ამ შემთხვევაზე მოვაყოლე ახლა ეს მაგალითი გაუვარა ტკივილმა და ცნობიერად ირეაგირა ეგრე რომ არაფერი ესე იცის ხოლმეო რა ისე კარგად ჩაჯდა რა დამდვილად ხო რა განარა ეგრე იცის ხოლმე რა უნდა თქვა ხო ესეთია რა მოკლედ ხო ინდივიდუალურად ინდივიდთან საუბარი სხვანაირად ხდება რა სხეულით კონტაქტი რაღაც თვალებით კონტაქტი სხვანაირად ზოგჯერ არის ტელეფონიდანაც ლაპარაკიც მოქმედებს აი მაგალითად ჯერ როცა არ ვიცნობდი რა ამ რაღაცებს ამ ქვეცნობიერთან როცა ესე არ ვიყავი დაახლოებული ერთი იყო რა, ვინც დიდი ხანი ამ მიმართულებით იყო დიდი ხანი რა, მოღვაწეობდა ესე რომ ვთქვათ. ის ტელეფონზე მელაპარაკა და აი ტელეფონიდან გააკეთა რაღაც საოცრებავად. როგორ თქვა რა, ანუ დაახლოებით ისეთი რაღაც გააკეთა, რაც მე პირდაპირ გავაკეთე მზერითი კონტაქტით რა. იმიტომ რომ არა აქვს ამ ქვეცნობიერს მანძილი არა აქვს რა. ყველგან ისედაც არის ყველგან. ასე რომ ტელეფონითაც შეიძლება და სხვადასხვა კიდევ რითი რა, ბევრი რაღაც შეიძლება რა, რომელი დისციპლინა მიეცემა ადამიანს, როგორი სტრუქტურა მიეცემა დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში, მაგაზია დამოკიდებული. შეიძლება რაღაც ისეთი უცნაური რაღაცების მიეცეს რა. ძელი თემაა მოკლედ და მონელებაზე რა, ანუ რაღაცებს რო ვინელებთ, მე უახლოვდებით ჩვენს იმ ქვეცნობიერს და რაღაცას ზე ადამიანური შესაძლებლობები გვეხსნება. ეს შეიძლება მანამდე ფანტასტიკად ჟღერდეს, მაგიად, მისტიკად, მაგრამ იმაზე მეტი მაგია არაფერი არ არის, ვიდრე გჯეროდეს, რომ სასწაულები არ არსებობს. ანუ ეგ რო გჯეროდეს, ესე იგი რაღაც მართლა მისტიკოსი უნდა იყო რა. Okay. მოკლედ კარგი ახლა ამით დავასრულებ და რაღაცები თუ გექნებათ შეკითხვები დაწერეთ, თუ რამეში მე არ ვიქნები კომპეტენტური, ჩემი ძმა კი პასუხებთ, ან რა ვიცი, მოკლედ მოიძებნება ადეკვატური ადამიანი კი არა და კომპეტენტური მაგ საკითხში, რომელიც თქვენ დაგაინტერესდებათ. ალბათ დროებით, მადლობა ყურადღებისთვის.